დავაყრი დაჭრილ ხავსს და გაჩვენებ მე რას დავაკეთებ. მოგესალმებით. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ჩიტოსთან, ასე პირდაპირ ჩიტოსთან, იმიტომ რომ ამბროლაურში ყველა მიცის ქალბატონი ჩიტო ჭელიძე თავისი გემრიელი ხელით. ხო და სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ ვესტუმრეთ ქალბატონი ჩიტოს, რომელიც მოგვიმზადებს მწვანე ლობიოს ლორით, ლორში მოხარშულ ლობიოს კირკაჟად და შალიკოს ჩაშუშს. ხო, ლორთან ერთად მოხარშულ ლობიოს კირკაჟად. კი ბატონო. და მოგვიყვება ამ კერძების ისტორიას, ხო? ეს მე მგონი არის უმრავლესობა თავისი ინტერპრეტაციით. ზოგკერts უკეთებ ჩემს ინტერპრეტაციას, ზოგს არა. ეხლა პირველს რას ვამზადებთ, ქალბატონი ჩიტო? პირველს ორივეს ერთად ვამზადებთ ახლა. დრო ვარ დავკარგოთ. ძალიან წმინდად არ უნდა დაჭრილი მწვანილი, რომ იგრძნობოდეს მწვანილის გემო. აქეთ არის ლორთან ერთად მოხარშული ლობიო უკვე ხავხთან ერთად. აქ არის მწვანე ლობიო და ქინძი. დანარჩენს მერე ქალბატონი ჩიტო გვეტყვის. ის არ დაგვეწვეს რა ერთი. კი, მე მოგეხმარებით მე ვიტყვი. აგერ ბატონო. აქ იშუშება ხახვი და ლორი. და აქ იხარშება ლობიო. ხარ დაგვეწვა ისო? არა. დამანახე. ამას მეტი აღარ უნდა, ძალიან არ უნდა დაიწოს ხახვი. ესე იგი, ლორი და ხახვი რომ აბა აქეთ კოვზით. აგერ თვითონ კოვზი არის. შეოქროსფერებულ ხახვს და ლორს გადმოვიტანთ გობზე. ამას ვიყენებთ? კი, აბა, ერთი წუთი თქვენ გაგაკეთებიებთ, მოდით წიფსაფარს გაგიკეთებ. ვარ დაისვაროთ. ეს გემოფესტი საჩუქარი გვაქვს. აჭოლებს. ოპაც. ეგ არის. მოიცადეთ. მქონდა ქვა. ამასობაში მეც ვისწავლა ზარეულობა. ან ვისწავლი. მქონდა აქა.
აგერა მაქვს ხო. ეს ახლა სხვაზე ვიყავი და მიყვარს დაჭყლეტილი ესე ნიორი და ძალა რო დავაყენო ესე მოვიგონე. ქაბტონჭიდო, თან რო გაუმეოროთ რეცეპტი ახლა ჩვენ მაყურებელს, ხო? მოხარშული მაქვს ლობიო პარკი, მწვანე ლობიო. ვიჩინო მობრაწე. ალყა დაჭრილი ხახვი. მოვთუშე, ძალიან არ მოვწვი. მარილი ჯერ ცოტა გავუკეთოთ. და გემოები რო შეირგოს. ეს უნდა ჩავკეპოთ ეს. გემოები ერთმანეთში გაუჩნდეს ცხიმის. ესე იგი, აქ გობზე იკեպება მწვანე ლობიო, ლორი, ლორთან ერთად მობრაწული ხახვი და ცოცხლად მწვანილი ნიორი წიწაკა. სად იყო ადრეამდენი ცხიმები, ლორით აკეთებდნენ, რაჭაში ძირითადად. კარტოფილსაც ლორით იწვებოდა, კვერცხიც, ისეთი გემრიელი კარტოფილი იწვება ოჯახურით. და რაც მთავარია, ტრანსცხიმებთან შედარებით არის ჯანსაღი. ამას აჭამდნენ ადრე. ქაბტონჭიდო, კულინარია ბავშვობიდან გაინტერესებდა? კულინარია ბავშვობიდან მაინტერესებდა და მიყვარდა ძალიან. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ ყავს ფანტასტიკური დედა, რომელსაც გადასარევი ხელი აქვს ასევე. მისგან ისწავლეთ ალბათ, ხო, ბევრი რამე. დედისგან, ბებიისგან, დეიდისგან ძირითადად. დეიდასთან ვიყავი ხშირად ბებიასთან. მაინტერესებდა ბავშვობიდან კულინარია. მერე დედამთილისგან. ბებიას ამას უხდება ყვითელი ყვავილი. ცხოსულელი და ძმარი უნდა ოღონ მე ჩვეულებისა და ჩემი ცოტა გავა თინეიჯერე და მეორე ძმას უშვები. აი ხა ამას დავასხით ბალზამიკოს ძმარი, იმიტომ რომ რა ვიცი მომეწონა ერთხელ გემო რაღაც, მიყვარს ბალზამიკოს გემო და ჩვეულებრივი ძმარი ჩავანაცვლე ბალზამიკოს ძმარით. გადავიტანოთ. სასწაული არომატი მოდის. ეს გობები კიდე მიყვარს, რა ვიცი, ძველი არის ბებიის, ზოგ მამაჩუქა, ზოგი შევიძინეთ. რამდენი ხანია, რაც აი ესე ამზადებთ უკვე სტუმრებისთვის, უпростоრად არა ოჯახის სტუმრებისთვის, არამედ 1-5 წელი არის უკვე. რომ ვიმსახურები ამ საქმეს, სახლის პირობებში სტუმრები და მოდი ესე გავაკეთოთ და დავიწყეთ. გადავიღოთ ამაზე ნორმალურად.
ეს მოვუდვათ ჩვენი ჭადი. ეს მოვუდვათ ჩვენი ლორი. ესეც ჩვენი ერთი კერძი. ესეც ჩვენი ლობიო კირკაჟი. ლობიო კირკაჟი. ეს არის ძველი რაჭული კერძი არის, ჩემი მოგონილი არ არის. ოღონ მე მომწონს ეს ძველი კერძები. რა თქმა უნდა, ახალ კერძებსაც კი ვაკეთებ და ვსწავლობ, მაგრამ არ მინდა ძველი გემო დავკარგო და შევინარჩუნო, მინდა ძალიან. ხო, აი დაკვირვებებიდან, ხო, ისა ვიზიტორებს ძალიან მოწონთ ეს ხის გობებზე გაკეთებული და ტრადიციული მოწონთ, რო ჩამოდიან, მოწონთ ტრადიციული, რა თქმა უნდა. ყველაზე ისეთი გამორჩეულად საყვარელი კერძი სტუმრებისთვის რა არის თქვენს მენიუში? ესეც მოწონთ, ლობიოც მოწონთ, შქმერულიც მოწონთ. ვიჩინა ხო მოწონთ და ძალიან მოეწონათ ისა ძალიან ფართე ვიჩინებში დავუბრაწავ და მე კარტოფილ შევჭამ იმის და როგორც ოჯახური ის მწვადი ოჯახურივით ოღონდ ხორცის ნაცვლად ხორცის ნაცვლად ლორი კი ბატონო თქვენ მეორე კერძი ეხლა ეს ჯონჯოლი ბჟავე წიწაკასთან ერთად გავაკეთე, ეხლა ესე მომინდა. ცალ-ცალკე რო არ იჭმებოდეს. შალიკოს ჩაშუშულიც გამზადდა. ესეც ჩვენი შალიკოს ჩაშუშული. შალიკო იყო, შალიკო ბაბუა მოკლედ. ჩემი დედის მამამთილი, ძალიან კარგი კაცი. ძალიან კარგი კულინარი იყო და ტორტებსაც კი აცხობდა თურმე. და ეს ჩაშუშულის რეცეპტი არის ბატონი შალიკოსი, ხო? ეს ჩაშუშულის რეცეპტი არის შალიკოსი. კიდე ჩემადა ვინ იყო შალიკო თქვენთვის? შალიკო იყო ისეთი ისტორია. იგივე ჩემი ბაბუა, ჩემი დეიდაშვილების ბაბუა, ჩემი დეიდის მამამთილი, რომელიც იყო შეფი. მოსკოვში ქონდა თურმე ნასწავლი 4 წელიწადი და ძალიან კარგი კულინარი კაცი იყო და ნაადრევ ასაკში გარდაიცვალა და დეიდა ჩემის ოჯახს დარჩა ეს აკეთებდნენ მის სახელზე და მეც ვისწავლე რა თქმა უნდა. ხო არ მივითვისებდი მის სახელს და მიყვარს ადამიანი ვინც მასწავლის საერთოდ მის სახელს ვარქმევ რაღაც. შეიძლება ჩემი ინტერპრეტაცია შევიტანო, მაგრამ შალიკო ბაბუას ჩაშუშულს არ უნდა ინტერპრეტაცია. და გადაწყვიტა ოჯახმა რომ რაღაც მისი სახელი არ დავკარგოთ და დავარქვით შალიკოს ჩაშუშული, იმიტომ რომ ამბროლაურში ესეთი არავინ არ იცოდა, უძახოდნენ ხეიძეების ჩაშუშულს, მაგრამ რა ვიცი, გადაწყვიტეს რომ ბაბუის სახელი დავარქვათ და აი როგორ მზადდება შალიკოს ჩაშუშული, ამაზე გვასწავლეთ. ეგ საიდუმლო არის, ხა გატარებული ხო, იმის დეტალებს არ გთხოვთ, მაგრამ აი დაახლოებით რო გითხარით რა, ცხიმიანი ხორცი უნდა, საქონლის ხორცი უნდა გაატარო წვანილებთან ერთად და დანარჩენი რო გასინჯავთ მიხვდებით. რო გასინჯავთ მიხვდებით. იმედია მოგეწონებათ. ეხლა ჩავაცხოთ ლობიანი. ტრადიციული რაჭული ლორით ამაკ. მოკლედ დღეს ლორით ავართ დატვირთულები, რაღაც რაჭაში ვართ. დედა ჩემი ესე მასწავლის. ჩვეულებრივი კლასიკური ცომი დასვენებული.
ჩაურთევი, ოღონ უნდა მოვიდეს კარგად. მოკლედ მე ეხლა ვეუფლები ლობიანის ჩაცხობას. თუ რამე შემეშალა მაპატიეთ. უკვე ჩართული აქვს ამას ლობიო. კი. ხო. უკვე ჩართული აქვს. ეხლა დავაჭრელოთ ჩვენი მოსაჭიქჭიქებელით. თავი გადავხსნათ ცოტა. შიგნი რო არ გამოიბერეს, ესე კარგად მოშუშტის. ესე იცის დედაჩემა. მეც ესე ვსწავლ. ქავტონჩიტო, რაჭაში ლობიანი ცხება ღუმელში და თონეში. თქვენ ოჯახში უფრო როგორ კეთდებოდა ხოლმე? სულ ღუმელში თონელისა არა გქონდა ჩვენ, მაგრამ სულ ღუმელში, შეშის ღუმელში სულ სხვა გემო აქვს. რაჭული ლობიანს. დავამზადოთ ძალიან არა. მოვიდეს კარგად. ძალიან მიყვარს სულის მახსოვს ნაპტკენით რო უსვევდნენ ბებიები ძველად და სულ მაქვს ნაპტკენი რო წაუსვა ნაპტკენით ესე. ეხლა ამას ზეთს უსმევ მე, იმიტომ რომ ამდენი ღორის ქონი და ზედმეტად დაიტვირთა ორგანიზმი. მე რაღაც ვიჩინას აჭამდნენ და ისე კარგად იყვნენ ჩვენი წინაპრები, არაფერი არ აქონდა. ეს ზეთი არის რო გვყავს ჩვენ. და ძალიან ავცდილობ, რომ ძალიან ცოტა ზეთში გავაკეთო. ლობიანი მე მიყვარს. ცოტა ეს მე რა შემოუსვა ხო კი, შეიძლება? გადასარევი მომეხმარე რაჭობი. ეს ციცაფარი თქვენ ახლა არ გავიყიდეთ. ხო. აბა. აბატონო. გატავს გოგო. მეტი შეგა წაუშვა, გენანება გვერდებში მოუსვათ. აგიო. მიდი კიდე მითხარით. ზოგს დაპრიწინებული ძალიან მობრაწული უყვარს. მოკლედ ძალიან მიყვარს ძველი ჭურჭელი ესეც კი ნახეთ ბებია რომ ახსოვს რომ ნაპტკენით უსვევდა ქათმის ყუდებს აგროვებდნენ რომ ეს წასასმელად ქონებოდეთ ესე და ვცდილობ რომ ძველი ჭურჭელი შევინარჩუნო ძველ დროს გვახსენებს ყველას რა თქმა უნდა არა მარტო მე და მიყვარს გიждები იმ ძველ ჭურჭელზე ახლებურს მირჩევნია ძველი ჭურჭელი ახლა ესაც კი ვყიდულობ მაგრამ სულ ვცდილი ახაც თქვენ ძველ თებშებზე უნდა გაჭამოთ საჭმელი ხო თან ლამაზი მოგონებებიც მოაქვს ამას თან ტრადიციულიც არის ხა ეს გობები
თიხა, ნამდვილი ქართულია. ეხლა ის ამას ისე ვეფერები, ამგობს ბებიას ნახმარი არის, რომ ცომსაც ამაზე ცომავ და აი თონეში სხვათა შორის უფრო ლეჩხუმლებმა უფრო ხო არ იციან? კი, აი ბებია ჩემი ლეჩხუმელი იყო და არა, ქვედა ზონაში უფრო იციან კიდე თონეში, მკრებალოში და იმიტომ რომ ლეჩხუმთან ახლოს კილოკავიც და ის ლეჩხუმთან ახლოს არის და რაჭული სუფრად გაიშალა, მაგრამ ინტერპრეტაცია ის არის, რომ გამოვიდა რაჭული ალაფრუშეტი. შეგვიძლია მივირთვათ. ეს პატარა ჭიქუნებით. ადრე ამით ისვავდნენ, სულ მახსოვს, რომ სოფელში კაცები რომ მოიყრიდნენ თავს, ესეთი პატარა ჭიქები ედგათ. თავისი დოქით. პურიც ჩავდვათ. ისე. და მივირთვათ.